თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკებს იდეიდან საქმემდე და გაიცანი მესხათი. რაც დღეს მიუღწეველი გონია, ხოლ შეიძლება შენი წარმატების საწინდარი გახდეს. რუბრიკაში იდეიდან საქმემდე ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც მათი იდეა რეალურ საქმედ აქციეს. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დაგვრთანხმდით და ჩვენი რადიოს ხმისთვის დრო გამოყავით. თუ შეიძლება წარგვიდგინოთ თქვენ თავი ვინ ხართ, რა საქმეთ და ასე შემდგომ. გამარჯობა, მადლობა იმისთვის, რომ შევხვდით და გვაქვს საშუალება ვისაუბროთ. მე ვარ თინა ლაღიძე, მსახიობი და ეხლა ამჟამად ვაკეთებთ პროექტს კინოგზაზე, რომელიც მოიცავს რეგიონებში მოგზაურობას, გასაბერი ეკრანით და ქართული თანამედროვე კინოფილმების ჩვენებას, ქართული ფილმის პოპულარიზაციას და მაყურებელთან შეხვედრას. ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ იმართება რეჟისორთან შეხვედრა და მაყურებელი უსვამს მათთვის საინტერესო შეკითხვებს და იმართება დისკუსია. მადლობა. თუ შეიძლება გითხრათ ფილმების შესახებ, ანუ რა არის მათი მთავარი სათქმელი, რა არის მიზანი და ასე შემდგომ, უფრო მსმენელისთვის უფრო ახლო და ისეთი გახდეს დაცნობი ეს საკითხი. ფილმების თემატიკა არის ძალიან განსხვავებული, რითიც უაღრესად საინტერესოა დღევანდელი თანამედროვე ქართული კინო, რადგან ის ასახავს ფაქტიურად თანამედროვეობას და იმ ყველა სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პრობლემას, რაც ხდება ქვეყანაში. დღევანდელი ფილმების ჩვენება არის ძალიან განსაკუთრებული. დღევანდელი ჩვენება ერთგვარი ციკლის დასასრულია, რადგან ეს არის მე-16 ჩვენება წელს და არის ამ ეტაპზე ბოლო. და რადგან დღევანდელი თარიღი 10 აგვისტო ემთხვევა 17 წლის წინანდელ მოვლენებს განვითარებულ საქართველოში, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს აი ამ სამაჩაბლოს რეგიონის ოკუპირება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ფილმები შინაარსობრივად შეგვერჩია ისე, რომ მაყურებლისთვის მიგვეცა საშუალება, რომ გაგვეხსენებინა ის მოვლენები და ერთგვარი გადააზრების საშუალება მიგვეცა მაყურებლისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ამ თემას ძალიან ისეთი მხატვრული ფორმა აქვს და ძალიან დიდველს იძლევა ამ თემის გადააზრებისა და თვითონ კინემატოგრაფიულ ხერხებზე სალაპარაკო ველსაც გვაძლევს. და ამ პროექტის დაწყების ინსპირაცია რა გახდა, რატო გადაწყვეტეთ, რომ ასეთი რამ საჭირო იყო, თუ შეიძლება რომ ესეც გითხრათ. ძალიან საინტერესოდ მოხდა ამ პროექტის დაწყება, ეს იყო შარშან, როდესაც ძალიან ბევრი კინემატოგრაფისტი 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ერთი იდეის გარშემო გავერთიანდით. ეს იყო ის, რომ ერთადერთი ფონდი, რომელიც აფინანსებს ქართულ კინოწარმოებას, კინოცენტრი. მან დაიწყო ცენზურის შემოღება ქართულ კინოში. ჩვენ რაღაცნაირად ამას განვუდექით და დავიწყეთ ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ ეს პროცესი შეგვეჩერებინა. და ესე მოხდა, რომ კინემატოგრაფისტებმა უკეთ გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და რაღაცნაირი ესეთი მეგობრული დიდი გუნდი შევიკრიბეთ კინოს გარშემო და ვიცავდით ჩვენ საავტორო უფლებებს კინოში. და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ქართული კინო, თანამედროვე კინო, რომელიც იქმნება და უაღრესად საინტერესოა და ძალიან პოპულარულია საერთაშორისო საფესტივალო და საერთაშორისო მაყურებლისთვის, საქართველოში მას არ იცნობენ. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო ქართული თანამედროვე კინო გვაქვს, უცებ მივხვდით, რომ განსაკუთრებით რეგიონებში
კინო, ქართული კინო არსებობს კიდე, ნუ თუ ვინმე კიდე ქართულ ფილმს იღებს. და ამიტომ ასეთი იდეა დაგვება და რომ შევიძინეთ ჩვენი სახსრებით ესეთი გასაბერი კინოეკრანი, რომელიც არის ძალიან საყვარელი. ეს შინაურულად მას ბუთქუჩას ვეძახით, იმიტომ რომ ესეთი გაბერილია. ძალიან ადვილია მასთან ერთად მოგზაურობა, იმიტომ რომ სუბუქია და შეგიძლია უცებ ნებისმიერ ადგილას გაშალო. შევიძინეთ ეს ეკრანი და დავიწყეთ თბილისის ესეთი გარეუბნებიდან. საჯარო სივრცეებში ჩვენება, იქ სადაც უმეტეს მაყურებელს არ აქვს ხოლმე იმის შესაძლებლობა, რომ ბილეთის სიძვირის გამო ვთქვათ კინოში წავიდეს ოჯახთან ერთად. დავიწყეთ ეს გარეუბნებში ჩვენება. შემდეგ შევედით პლეხანოვის ძველ ეზოებში. იქ ვაჩვენებდით ქართულ ფილმებს. და ძალიან რაღაცნაირ ისეთ სიყვარულს, აღფრთოვანებას, მადლიერებას იწვევდა ეს მაყურებელში. და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ რატომ თბილისი? არ საქართველოს თითქმის არც ერთ ქალაქში აღარ არის კინოთეატრი და მაყურებელს არ აქვს წოდომა კინოსთან. ამიტომ ეს იყო ჩვენი мотиваცია, რომ დაგვეგეგმა ზაფხული ისე, რომ მოგვეცვა რაც შეიძლება მეტი ქალაქი, რაიონული ცენტრი, სოფელი თუ დაბა. და შარშან ვაჩვენეთ 18-ზე მეტი კინოჩვენება გვქონდა, დავიწყეთ დაწყებული არ ვიცი დასავლეთ საქართველოდან, ქუთაისი, სამეგრელო, გურია, მერე წავედით აჭარაში, სოფლებში, მერე ავედით აჭარის ზემო სოფელში თაგოში, სადაც მაყურებელმა საერთოდ პირველად დაინახა და ნახა დიდ ეკრანზე გამოსახულება და ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. ამან მოგვცა უაღრესად დიდი სტიმული იმისთვის, რომ ეს პროექტი გაგვეგრძელებინა და რა ვიცი, რომ საბოლოოდ არ დარჩეს არც ერთი კუნჭული საქართველოსი, სადაც არ მივალთ ჩვენ ბუთქუჩას არ გავშლით და რაც შეიძლება მეტ ადამიანს არ ვაჩვენებთ ქართულ თანამედროვე კინოს. და თუ გაქვთ რაიმე თქვა ძირითადი კომპონენტები, რომლის მიხედვით საჭიროთ ამ საჩვენებელ ფილმს და რომელი ფილმი და მივიდეს კონკრეტულად მაყურებლამდე, თუ გაქვთ ესეთი. ისე პირველი კრიტერიუმი ალბათ არის ის, რომ თვითონ ფილმი მხატვრული ღირებულების მატარებელი იყოს. შემდგომ ის თუ შინაარსობრივად რა გზავნილია ავტორისგან, რას უყვებით ამ ფილმებით მაყურებელს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძირითადი კომპონენტები. და ნუ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეჟისორსაც თავად ქონდეს სურვილი, რომ მასაც ასევე უნდოდეს წამოსვლა რეგიონში და შეხვდეს იმ მაყურებელს, რომელსაც ვაჩვენებთ ფილმს. ძირითადი კომპონენტები ეს არის და რა თქმა უნდა არ ვაჩვენებთ თქვათ ქართულ კლასიკას, რადგან ის მაინც ხელმისაწვდომია ტელევიზიითაც და ბევრჯერ აქვთ ხოლმე როგორც წესი ნანახი. ამიტომ ვცდილობთ რომ ეს იყოს ბოლო 10 და ხშირ შემთხვევაში 5 წლის მანძილზე შექმნილი ქართული ფილმები. და ეს შეიძლება იყოს მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმი, შეიძლება იყოს ექსპერიმენტული. და თანამედროვე კინემატოგრაფიაში რა არის ესეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი რთულ საკითხებად რჩება? ან თუ არის საერთოდ ასეთი რამე? ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ალბათ ძალიან დიდხანს შეიძლება ამაზე ლაპარაკი. უპირველესი გამოწვევა ალბათ კინემატოგრაფისტებისთვის არის ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს საერთოდ კულტურის პოლიტიკა. არც ერთი სახელოვნებო დარგის მიმართ. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, კინოს წარმოების სივრცეც, იმიტომ რომ კინოს წარმოება განსხვავდება მაგალითად მწერლობისგან, იმით რომ თუ იქ წერილს შეუძლია დაჯდეს და მაგალითად თავის ნაფიქრი და ნააზრევი გადმოიტანოს ფურცელზე, კინოს ვერ შექმნის სახსრების გარეშე. ამ დროს კინო შეიძლება იყოს ძალიან კარგი ხერხი მაყურებელის აღზრდის და საზოგადოების გაზრდის და ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით მათი რაღაც მსოფლმხედველობის და ყოველთვის რაღაც ცოდნის ამაღლების. ამიტომ
უმწვავესია და უმნიშვნელოვანესია ის, რომ ქართულ კინოწარმოებას ჰქონდეს ღირსეული დაფინანსება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი, რომელსაც საშუალება აქვს და პოტენციალი, რომ ეხლა მაგალითად გადაიღოს პირველი დებიუტი და ეს არ ხერხდება და კინოს წარმოება ისეთი სფეროა, რომ შენ თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გაქვს, რომ პრაქტიკულად გაზარდო შენი თავი, შენ თეორიულად ვერ იქნები კინორეჟისორი. ამაზე სამწუხაროდ არ ფიქრობს ეს როგორც აღნიშნე არ აქვს სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკა. მე ვიტყოდი, რომ უმწვავესი და ყველაზე ისეთი გამოწვევა სწორედ ეს გახლავთ. რადგან ვერ ვიტყვი, რომ სხვა მხრივ ქართულ კინოს რამე მძაფრი გამოწვევა ქონდეს. თუ არ ჩავთვლით უახლეს განვითარებულ მოვლენებს, რომ კინოში დამკვიდრდა და უკვე კანონის დონეზე კინოში შემოღებულია ცენზურა, რაც საავტორო ხედვას და საავტორო უფლებებს ზღუდავს. მადლობა. თითქოს კინოთეატრებმა რაღაცა სახლში გადმოინაცვლა ამ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად და ეს რამდენად შეიძლება იყოს გამოწვევა ქართული თანამედროვე კინემატოგრაფის ნაკლებად მაინც დადის ისე მაყურებელი ეწება ფილმს და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს მარტო ქართული თანამედროვე კინოსთვის არ არის გამოწვევა, ეს მსოფლიოში ძალიან დიდი გამოწვევაა, იმიტომ რომ დიდი კომპანიები, საერთაშორისო, რომლებიც ყოველთვის წარმატებულები იყვნენ, ისინიც განიცდიან ძალიან დიდ რყევებს და ეხლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ისინი ერგებიან აი ამ ბაზარს, როდესაც ამ სტრიმინგების შემოსვლასთან ერთად არიციან უკვე როგორ უნდა გაიყიდოს სწორად ფილმი, რომ მან თავისი წარმოების თანხა აანაზღაუროს. და მათ შორის ქართული კინოც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან კინოთეატრები არ არსებობს საქართველოში და სალაროს შეკრება სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმე ფილმწარმოებას იმ დახარჯულ თანხას ამ წარმოებიდან ამოიღებს კინოთეატრებში. თან ზუსტად როგორც თქვენ ბრძანეთ ის, რომ სახლში გადაინაცვლა ამან და ჩვენი მოწყობილობებით შეგვიძლია ფილმს უყუროთ. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ფილმის აღქმის ხარისხსაც მაყურებლის მხრიდანაც და მოთხოვნასაც აკნინებს და აგდებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი წილი მოდის გამოსახულების დახვეწაზე და როდესაც შენ უყურებ არასრულყოფილ მოწყობილობაზე გამოსახულებას, ის ფაქტიურად შენ ფილმის პოტენციალის 50%-ს უყურებ და სრულყოფილად ვერ ხედავ ავტორის ჩანაფიქრს, გინდა ვიზუალურად და გინდა შინაარსობრივად. ამიტომ ესეც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი გამოწვევაა. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რეგიონებს დაუბრუნდეს კინოთეატრები, რომ აწყობილი იყოს კინოგაქირავების სისტემა, რომ კინოთეატრებს შეეძლოთ ფილმების ყიდვა და საავტორო უფლებების თანხის გადახდა ავტორებისთვის და ქართული საპროდიუსერო კომპანიებისთვის და აუცილებლად სჭირდება მას მხარდაჭერა სახელმწიფოსი და მომხმარებლისთვისაც და მაყურებლისთვისაც ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი თანხა ბილეთის, იმიტომ რომ როდესაც ოჯახი მიდის მაგალითად კინოში ფილმის საყურებლად, ეს ძალიან ძვირია მათთვის. ესეც გასათვალისწინებელია. შუალ ფილმებზე მუშაობის პროცესი როგორ შეფერეს გადაღება და მუშაობის როგორ იყო ეს პროცესი? მუშაობის. ზოგადად როგორია ფილმის მუშაობა თუ ჩემი გამოცდილება? თქვენი გამოცდილება არის გაგვიზიაროთ. მე რა თქმა უნდა ფილმის წარმოებაში კამერის წინ მდგავარ, უმეტესად ჩემი პროფესია მსახიობის არის და მსახიობს ეს ინდუსტრიული და ასე ვთქვათ წარმოების პრობლემები ესე უშუალოდ არ ეხება, თუმცა მსახიობის პროფესია ამის ნაწილია და აისახება მსახიობზე და მის ჰონორარზეც ეს წარმოების პრობლემები. თუმცა, როდესაც უკვე მზად არის ყველაფერი და
გადიხარ გადასაღებ მოედანზე, აქ უკვე სხვა ადრენალინი და სხვა შემოქმედებითი პროცესი იწყება. რა თქმა უნდა, თითოეულ ფილმზე მუშაობა, ყველა ფილმზე მუშაობა ძალიან განსხვავებულია და სულ სხვადასხვა თავგადასავალია. ერთ ჩარჩოში ამას ვერ მოაქცევ. შეიძლება თითოეულ კონკრეტულ ფილმზე ილაპარაკო, რა გამოცდილება არის გადაღების. მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყოველთვის თავგადასავალი, ეს არის ყოველთვის შესაძლებლობა, რომ გაიზარდო, ეს არის ყოველთვის ადგილი, სადაც შენ თანამოაზრეებს ხვდები და რაღაცნაირად ბედნიერი ხარ ივსები და მე შეგიძლია კიდევ რამდენიმე წელი ელოდო შემდეგ პროექტს და ამითი არის უაღრესად ტკბილი კინოგადაღებები. და აი მაყურებლის მხრიდან დამოკიდებულებას როგორ შეიძლება რეგიონში ჩადიხართ, აი რა ემოციები, დამოკიდებულება, აი რა მოდის მათგან, როგორი მოხდება? რეგიონებში მაყურებელი გაცილებით უფრო გახსნილია ვიდრე დედაქალაქში. გაცილებით უფრო უშუალოდ გამოხატავს თავის აზრს, თავის ემოციურ დამოკიდებულებას როლის მიმართ, ფილმის მიმართ და ეს ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ შენ თუ გინდა ნამდვილი მიიღო ნამდვილი რაღაცნაირი გამოცდილება ადამიანის, როდესაც შენ მაგალითად პერსონაჟს უყურებს, როდესაც შენ რაღაც შექმნილ პერსონაჟის გარდატეხას და იმის თავგადასავალს უყურებს, რა თქმა უნდა წავიდეს რეგიონში, იმიტომ რომ იქ ხვდება ნამდვილი შენიშვნები, ნამდვილი რაღაცის მიუღებლობა ან პირიქით, აი რაღაცნაირი უსაზღვრო სიყვარული და უსაზღვრო მადლიერება და ძალიან ძვირფასია ეს გამოცდილება და ესეთი მომენტები. თქვენი ეს რითია განპირობებული, სხვანაირად გულწრფელობა, სხვანაირად პირდაპირობა, ეს სხვანაირად ღიაობა რეგიონის ხალხის, რეგიონში ცხოვრების ხალხის. მე უფრო თქვენ დაგისვამდით ამ შეკითხვას, მაგრამ აი თუ დავფიქრდები და შევეცდები ამოვხსნა, ვფიქრობ იმით, რომ რადგან რაღაცნაირი ალბათ ჩარჩოებში მოქცეული კინოგანათლების კრიტერიუმებით შეიძლება არ არიან დატენილები და თავის გონებას და ემოციებს და შეგრძნებებს უფრო გულწრფელად იღებენ და აი რაღაც ჩარჩოებში არ არიან ჩასმულები და ამიტომ აი პირველი შეხვედრასავით არის, როდესაც რაღაცას პირველად ეუფლები, ძალიან გულწრფელი ხარ და მე ვფიქრობ, რომ ეს განაპირობებს, თუმცა შეიძლება იყოს კიდევ სხვა ბევრი მიზეზი, რაზეც შეიძლება თქვენ უკეთ იცოდეთ ამაზე პასუხი. მადლობა ძალიან დიდი. და როგორი გამოხმაურება მოყვება, ხომ თქვათ, რომ შევაჯამოთ და თუ ექნება ამ ყველაფერს გაგრძელება მაგათ შემდეგ წელსაც და ფიქრობთ, რომ გაგრძელდეს კიდევ ეს ჩვენებები თუ მაგათ ერთგვარ დასასრულივით იქნება? ვინაიდან და რადგანაც როდესაც ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, ჩვენ არ გვიფიქრია არც იმაზე თუ ფინანსურად როგორ შევძლებდით ამ პროექტის კეთებას, ან როგორ მიიღებთ დამაყურებელი თავგადასავალში გადავეშვით და არ ვიცოდით რა მოხდებოდა. მაგრამ გზა და გზა აღმოჩნდა ისე, რომ ეს იმდენად საჭირო პროექტია, იმდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მაყურებლისთვის და შემდეგ ეს ჩვენი პროექტი შეამჩნიეს უკვე სხვადასხვა დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ინსტიტუციებმა, მაგალითად გოეთეს ინსტიტუტმა, მაგალითად ამერიკის საელჩომ და შემდეგ დაგვიკავშირდნენ და შარშან მოგწეს საშუალება, რომ ეს ჩვენი წამოწყება გაგრძელებულიყო. მე წელს მაგალითად TBC ბანკმა შემოგთავაზა მხარდაჭერა და 10 ჩვენება, აი კონკრეტულად აი ეს სახელმწიფოს ჩვენებაც არის მათი მხარდაჭერით განხორციელებული და ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ძალიან დიდი გაგრძელება ექნება კიდევ ჩვენ ვფიქრობთ რომ შემოდგომაზე და ზამთარშიც გავაგრძელოთ უფრო სხვა ხერხებით რაღაცნაირად შევქმნათ ჩვენი მაყურებლის და ჩვენი ესეთი კერების უკვე ერთობლივი რაღაცნაირი თემი და აი ამ თემისთვის უკვე ყოველკვირეული ჩვენებები გავაკეთოთ, შეიძლება ეს იყოს დედაქალაქიდან, შეიძლება პირიქით რაიონში რომელიმე ცენტრი გახდეს აი ამ დიდი თემის მართველი ჩვენ გვინდა რომ უზრუნველყოთ ფილმებით და ესე რომ ვფიქრობ რომ სხვადასხვანაირი
ფორმატით ექნება ამ პროექტს გაგრძელება და ვფიქრობ, რომ გაისადაც ჩვენი ბუთქუჩა მოიქოქება და გავაგრძელებთ სხვადასხვა რეგიონებში სიარულს. მადლობა ძალიან დიდი და ბოლო კითხვაც რო დაგისვათ, უშუალოდ დღეს ახალციხეში რომელი რეჟისორი ვინ შეხვდება მაყურებელს? დღევანდელი ჩვენება, როგორც აღნიშნე, ჩვენთვის როგორც დამასრულებელი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თარიღიდან გამომდინარე, რადგან ეხმიანება აგვისტოს ომის მოვლენებს და ჩვენ 4 რეჟისორის ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი. ესენი გახლავთ გიორგი გოგიჩაიშვილის ფილმები 8 წუთი და 10:45 და ასევე ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმი ზამთრის თბილი მზე და მცოცავი საზღვრები თაკო რობაქიძის. და აგრეთვე ძალიან საინტერესოა ეს ფილმები, რადგან მათი მხატვრული ფორმა ძალიან განსხვავებულია 4-ვესი. თუკი 8 წუთი არის ესეთ მოწოდებული რაღაცნაირ სარეკლამო ფორმაში და შემდეგ მოაქვს დასრულებისას მას რაღაცნაირი დიდი შინაარსი და 10:45 აწყობილია აი მხატვრული ფილმის ძალიან კლასიკური დრამატურგიით. აი მაგალითად ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმი თავად ვაჟიკო ითავსებს 2 პროფესიას, ის არის მოქანდაკე და ასევე კინორეჟისორი და თაკო რობაქიძე, რომლის ფილმი გახლავთ მცოცავის საზღვრები, ის გახლავთ ფოტოდოკუმენტალისტი, ფოტორეპორტიორი, რომელმაც გადაიღო ეს ფილმი და უფრო მულტიმედიური პროექტის ფორმა აქვს მას და ეს 2 ფილმი არის ესე არაკონვენციური კინო, შეიძლება ასე დავარქვათ. ძალიან საინტერესოა, რომ 4-ვე ფილმი არის განსხვავებული მხატვრული ფორმის და ამით ძალიან ძვირფასია და თაკო რობაქიძე ჩამოვა და ესწრება ფილმის ჩვენებას და შემდეგ მასთან გაიმართება დისკუსია. მადლობა ძალიან დიდი ყურადღება, ძალიან საინტერესო გამოვა დღევანდელი სახალხო. აღმოაჩინე საინტერესო ფაქტები მესხეთის შესახებ, გაიგე მეტი მის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, მითებსა და რეალობაზე რუბრიკაში გაიცანი მესხეთი. მოგესალმებით, ეს გადაცემა გაიცანი მესხეთია, მე კი მისი წამყვანი ნინი გიქოშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ გიორგი ბერიძე ბერჯავახი, გიდი, ისტორიკოსი და სამხედრო ექსპერტი. დღეს კი ვისაუბრებთ ახალციხის ციხეზე, როდის აშენდა, მის ისტორიულ ფაქტებსა და მნიშვნელობაზე. მოგესალმებით გიორგი და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გამარჯობა ნინო, მადლობა მოწვევისთვის, პატევია თქვენთან თანამშრომლობა. ჯერ იმითი დავიწყოთ თუ ვის მიერ აშენდა ახალციხის ციხე. ნუ ზოგადად ისტორიული ცნობები ცოტა გვიანა ყოფილი ციხე შეიძლება 10 წელსაც მოიცავს, მაგრამ პირველი ოფიციალური ისტორიული წყარო ციხეზე ჩდება მე-9 საუკუნის ბოლოს, როცა ისტორიული ცნობების მიხედვით, ქართლის ცხოვრების მიხედვით აშოთ პირველი კურაპალატის ძე გუარა მამფალი აღაშენებს ციხესიმაგრე ლომსიას. ნუ, მაგრამ გითხარით, რომ ალბათ უფრო ციხე ძველია ვიდრე ისტორიული დოკუმენტები, თავიდან ის იყო ჩვეულებრივი სტრატეგიული დანიშნულების ციხესიმაგრე, სამწუხაროდ საქართველოში ციხესიმაგრების ისტორია საკმაოდ ცუდად აქვს შესწავლილი, რადგან რეალობაში საქართველოს ისტორია, სამხედრო ისტორია და ციხესიმაგრების ისტორია უფროა. და თავიდან ეს იყო სტრატეგიული დანიშნულების ციხესიმაგრე, რომელიც კეტავდა ფოცხოვის და მტკვრის ხეობების მიმდებარე ტერიტორიებს. და შემდეგში მისი ფუნქცია გაიგდა და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, გაიზრდა და ის უკვე ჩამოყალიბდა ციხე-ქალაქ ახალციხით. დიდი ალბათობით ჩვენი ქალაქში აუცილებლად უნდა გვედგეს გუარა მამფალის ძეგლი. აშოთ კურაპალატის შვილს, რა თქმა უნდა, მისი სახე არ ვიცით, მაგრამ კარგი იქნებოდა ეს ლეგენდათ უფრო გავწოდებოდა. და რა ისტორიული მოვლენები უკავშირდება რაბათის ციხეს და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია? ნუ სამწუხაროდ ეს სახელი მოდი აქედან დავიწყებ, ძალიან ცუდად დამკვიდრდა. არასდროს არ ყოფილა ჩვენი ციხე რაბათის ციხე. რაბათი არასდროს არ ქმევია და რა თქმა უნდა არასდროს არ ერქმევა. რაბათ უბრალოდ ნიშნავს ძველ სემიტურ ენაზე ესე რებეთ ციხის უბანს, ვაჭარ-ხელოსან და სავაჭრო უზნეებს უძახდნენ რაბათებს და ყველა ქალაქს მაშინ პრაქტიკულად რაბათის უბანი ჰქონდა. ეს იყო სავაჭრო ცენტრი მაშინ. ანუ თავიდან ის გითხარით იყო ციხესიმაგრე ლომსია და ისტორიულ მოვლენებს რაც შეეხება თითქოს ახალციხის ციხე არის პირდაპირ კავშირში საქართველოს ისტორიასთან, იმიტომ რომ
მესხეთიდან იწყებოდა საქართველოს გაერთიანება და საქართველოს დაშლაც. მე-11 საუკუნიდან დაიწყო საქართველოს თავისი ფუნქციის, ძირითადი ფუნქციის მოვალეობის თავზე აღება, ეს არის საქართველოს გადად კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ არ არის არც ევროპა და არც აზია. საქართველოს არის კავკასია და ჩვენი მთავარი ფუნქცია იყო ცივილიზაცია და გზაჯვარედინზე მდგარიყავით და დიდი აბრეშუმის გზის მთავარი კვანძი ყოფილიყავით. ჩვენ ვიყავით კაცობრიობის დერეფანი და ახალციხის ფუნქცია აქედან იწყებს თავის ახალ ეტაპს. მე-12 საუკუნიდან უკვე ახალციხე როგორც ციხე ქალაქად ასე მოიხსენიება. ნახე სახელი თვითონ ყველაფერს გვეუბნება. ახალი ციხე. დიდი ალბათობით ლომსის ციხე ან გაადიდეს ამ ფუნქცია გაეზარდა და ასე იქცა ციხესიმაგრე ციხე ქალაქად. რატო? ვაჭრობამ, ხელოსნობამ, სტრატეგიულ მდებარეობამ მოიტანა დიდი ფინანსური შემოსავალი, ამ ფინანსურ შემოსავალმა უკვე ქალაქად გარდაქმნა ციხე და ევრაზიის გზაჯვარედინზე არსებობდა ჩვენი ციხე ქალაქი. მასზე ძალიან ბევრი მოგზაური წერენ. მაგალითად ჩვენ ყავს პარსი მემატიანები, უძველესი არაბი მემატიანები. ერთ-ერთი კოლორიტი მარკო პოლოც კი წერს ახალციხის ციხეზე, რომ ის არის თვითონ პირდაპირ არის ერთგვარი ბურჯი აზიას და ევროპას შორის და ის გეორგიანებად მოგიხსენიებს მაშინ მესხეთა ის ქვეყანას ასე აღწერს, იმიტომ რომ მაშინ პარკო დამოუკიდებელია. უფრო მეცაც გეტყვით, რომ საქართველოს გაერთიანება და საქართველოს დაშლაც ახალციხიდან დაიწყო. და ყოველთვის მესხეთზე იდგა საქართველოს პროფესია იყო ქართველი, მაგრამ მესხობა მეცნიერება და მესხეთის დედაქალაქად ჩამოყალიბდა ახალციხე და საერთოდ მე-19 საუკუნემდე ჩვენობაში ჩვენი ქალაქი იქ იყო დღევანდელ ციხისთან მდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ახლა თანამედროვე ახალციხეში ან ძირითად ნაწილში მე-19 საუკუნეში იწყებს გაშენებას ეს ნაწილი. ახალციხე იყო, ასე ვთქვათ, დიდი აბრეშუმის გზის მთავარი კვანძი. ერთხელ მაინც ვინცა ჩვენ მუზეუმში ნამყოფი კიდევ ერთხელ მიაქციოს ნუმიზმატიკურ მასალას, ანუ მონეტების კოლექციას, რამდენნაირი ფული ტრიალებს ამ პატარა ქალაქში. 50-მდე სხვადასხვა ქვეყნის ფული ახალციხეში. ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი მოხვედრა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ევრაზიის კარიბჭე. და როგორც ვიცით, 2011-2012 წლებში განახლდა ციხე. რამდენად შეინარჩუნა თავდაპირველი იერი მან? ნუ რა არის იცით, შეიძლებოდა ციხე უკეთესად დაშენებული იყო, ანუ უარესეთაც, მაგრამ თავარი რა არის? ეს ციხე აღდგა როგორც ციხე ისტორიული ნაგებობა, აღდგა როგორც დიდი ტურისტული ცენტრი. შეიძლება ვთქვათ, რომ იქ რა თქმა უნდა არის რაღაცა მცირე ხარვეზები, რომელიც გამოსწორებადია, მაგრამ საერთოდ ჯამში მოდი ასე გულახდილად შევხედოთ საკითხს. ციხის რესტავრაციამ დადებითი მოვლენა უფრო იყო ქალაქისთვის თუ ვარყოფდი. რა თქმა უნდა, ცალსახად დადებითი. იმიტომ რომ ახალციხე რაბათის ანუ ახალციხის ციხემ გადააქცია ერთგვარ ტურისტულ ცენტრად, იმიტომ რომ აქ ჩამოსული ადამიანი ვეღარაცდები, ხო, აი იშვიათად მეგულება ადამიანი აქ ჩამოვიდა და ჩვენ ციხეზე არ ავიდეს. ამ ციხემ ბევრი პლუსი მიუტანა ჩვენ ქალაქს. შეიძლება ვთქვათ, რომ ავთენტურობა რაღაცით დაირღვა, ეს ასეცაა, მაგრამ საერთოდ ჯამში ეს თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ყველა ვერ იქნება ისტორიკოსი, არქიტექტორი, ხელოვნებაცოდნე და ყველასია ჩვენი ციხე. თუ კონკრეტულად სიღრმისეული ისტორია აინტერესებთ და მხოლოდ ისტორია, შეუძლიათ მუზეუმში შევძანდნენ და კონკრეტულად იქ არსებობს ექსპონატები და იქ არსებობს ასე ვთქვათ არტეფაქტები. და მულტიკულტურული კუთხით ერთ სივრცეში ახალციხის ციხეში გვხვდება სხვადასხვა სამლოცველოები. და რას გვეტყვით აი ამ ფაქტზე? მოდი ასეთი რაღაც დავიწყოთ, რომ ურაპატრიოტებს ნუენდობით, რომელიც რაღაცა უბედურებას ხედავენ საქართველოში სხვა ეთნოსების და რელიგიების არსებობით, მე პირიქით ვიტყვი, რომ ჩვენი სიმდიდრეა რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებაც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქართული ეთნოსი, ქართული მოდგმა, ჩვენი უპირველესად მართლმადიდებლობა, მაგრამ ჩვენ ქვეყანას გვერდიგვერდ აშენებდნენ საქართველოს შეძენილი შვილების და ისინი საქართველოს ესეთივე მოქალაქეები იყვნენ, ქართული სამეფოსთვის და საქართველოს რესპუბლიკისთვის ისევე იხსოდნენ როგორც ჩვენ ყველანი. ეს დიდი სიმდიდრეა. ელემენტარულად ვიტყვი, რომ ქრისტიანობის წმინდანმაც დავით აღმაშენებელმაც, როცა თბილისი აიღო, პირველი მისი ბრძანება ის იყო, რომ არ წაებილწათ მუსლიმური სამლოცველოები. ეს რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ აღმაშენებელი არ იყო კარგი ქრისტიანი. ის ხედავს, რომ საქართველოს ყველა ერთად უნდა ვაშენოთ. აი ერთ ფაქტს მოგიყვანთ, რომ პირველი ორი წმინდანი საქართველოს საერთოდ არ ყავს ქართველი. არაბი აბო და სომეხი შუშანიკი არიან საქართველოს ისტორიის პირველი წმინდანები, ხო? მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის პირველი წმინდანები. მართლმადიდებლობა მაშინ ჯერ ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული. ქრისტიანობის პირველი წმინდანები. და ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ პატარა ქალაქში ამდენი ეთნოსი ცხოვრობდა და გვერდიგვერდ დგას სომხური სამოციქულო ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი და მართლმადიდებლური ტაძარი. ეს ჩვენი სიმდიდრეა და მსოფლიომ შეუძლია ამ პატარა ქალაქიდან მაგალითი აიღოს. არსებობს თუ არა რაიმე ხალხური ლეგენდა, რომელიც ახალციხის ციხეს უკავშირდება კონკრეტულად?
ლეგენდები ბევრია, სამწუხაროდ ფოლკლორი და მითოსი ერთმანეთშია არეული. ყველაზე გავრცელებული ლეგენდა არის ის, რომ ახალციხე თამარ-მეფის ხანაში დაარსებული არ და რეალურად უფრო ძველია. უფრო შორს მიდის ფანტაზია თამარ-მეფის საფლავსაც ახალციხეში ძიებენ და თამარ-მეფე დაკრძალული ოფიციალურად გელათში და რატო ეძებენ მის საფლავს ეს ერთი უცნაურობაა. მთავარი ის არის, რომ ახალციხე შეგვიძლია ჩვენ ესე ლეგენდად ვაქციოთ, როგორც კავკასიის ბურჯი ქალაქი, სადაც გვერდ არის და ერთმანეთს ერწყმის მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი კვალი და მე არ მეგულება ქალაქი და დამეწეს ზურგზე ეს თვითონ უკვე ლეგენდაა, სადაც ერთ სივრცეში ამდენი მულტიკულტურა იყოს მოქცეული და თან ეს იყოს წმინდა ქართული ქალაქი. ანუ გვერდ ცხოვრობდეს სომეხი, ებრაელი, მუსლიმი, კათოლიკი, სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, მაგრამ ის მაინც სიამაყით თქვა, რომ მესხეთის გულია. ეს არის ჩემთვის ყველა დიდი ლეგენდა და არა შექმნილი ლეგენდები. რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ახალციხის ციხის მონახულება და რა რეკომენდაციებს მისცემდით მათ? ზოგადად შემოკარგებო, ახალციხის ციხე გითხარით, თავარი ყველა დიდ პლუსად მე იმას ვთვლი, რომ აქ შეიძლება მრავალფეროვნება ნახო. გინდა ისტორია, გვაქვს საოცარი მუზეუმი, ქვის ხანიდან დაწყებული მე-20 საუკუნემდე. გინდა არქიტექტურა, ხო? გვაქვს აბსოლუტურად ყველა რელიგიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა. გინდა უბრალოდ გასეირნება, საოცარი ტურისტული ცენტრია, განსაკუთრებით ქვედანაწილი, რომელიც დასასვენებელი ასე რეკრეაციული ზონაა. ხო? გინდა სამხედრო ისტორია, მძლავრი ფორტიფიკაცია გვხვდება. ეკონომიკის ისტორია თუ გინდა ესეც იქა. ანუ მე არ მეგულება პროფესიის შეხედულების ადამიანი მესხეთმა და ჩვენ ციხემ რო არ დააინტერესოს. მთელი სეზონი ახალციხის ციხე პოპულარულია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს ტურისტი ზოგჯერ იკლებს, ზოგჯერ იმატებს, მაგრამ თავარი ფუნქცია ჩვენ ციხემ შეასრულა, რომ ის გახდა, ასე ვთქვათ, ბურჯი ქართული ტურიზმის და ტურიზმი არ არის შემოკარგებო მარტო ის, რომ ჩახვიდე სადღაც სურათები გადაიღო და წამოხვიდე, არა. ტურიზმი დღეს არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მიმართულება, რომელიც ბიზნესიც არის, რატომაც არა, არის ბიზნესიც, არის ასე ვთქვათ, აქტიური დასვენებაც და არის შემეცნებაც. მაგალითად, ტურიზმის კავშირი აქვს სამივე ეპოქასთან, წარსულთანაც, საწყისთანაც და მომავალთანაც, მაგრამ თავარი რა არის, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანები დავაინტერესოთ, იმიტომ რომ ვანახოთ რა საოცარი ქალაქი გვაქვს ევრაზიის გზაჯვარედინზე. ასე რომ იმოგზაურეთ ბევრი, მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი უკვე, რომელსაც აგერ უკვე 13 წელია, ხო, რაც ახალციხის ციხე აშენდა, უბრალოდ რო თქვა აღდგა. თუ აღსდგა თუ რესტავრაცია მოხდა, როგორც გინდა ასე დავინახოთ. და იშვიათია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ერთხელ მაინც ნანახი არ ქონდეს ზოგს რამდენჯერმე. ჩვენი ისტორიები არ უნდა იყოს ბანალური, რომელ წელს რა მოხდა ეს არა. ჩვენ უნდა ვანახოთ ჩვენი ტოლერანტობა, ჩვენი კოლორიტი, ჩვენი საოცარი ემოციური და ხალისიანი ისტორიებიც და რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან საინტერესო ქვეყანაა, განსაკუთრებით მესხეთი, რომლის დედაქალაქია ახალციხეც. ასე რომ დავაპატიჟოთ ტურისტები, ვიზიტორები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, არქტიკიდან ანტარქტიდამდე, ყველასთვის საინტერესოა ჩვენი ციხე. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მადლობა თქვენს მიწვევისთვის, წარმატებებს გისურვებთ, წარმატება თქვენს პროექტს. მიხარია რომ ახალგაზრდები ჩართული ხართ ამ სფეროში და ოდესმე სოხუმზეც გვესაუბროს, რა თქმა უნდა, ახალციხიდან როცა ჩავალთ იქ. მადლობა რომ გვისმენდით, მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მომზადებულია ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის მიერ, პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის რადიო დისტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.